მოგესალმებით ძირფას ტელემაყურებლებო. დღეს კვირაა და ტელეკომპანია ქართული არხის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეთნოარტი. მე კი კვლავ მისი წამყვანი მარიამ ელიაშვილი გახლავართ. მინდა ჯერ შეგახსენოთ აუცილებლად ჩვენი გადაცემის ნომერი 238-31-50. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები. დიდი მადლობა ბიჭო პირველ რიგში რომ დღევანდელ გადაცემის სტუმრები ხართ და დათანხმდით მონაწილეობას. თუმცა უნდა გავაჟღერო აუცილებლად ესენი გახლავთ ძმები, გელა და დავის დაბაშიძეები. და მადლობთ თქვენ რომ გაგვილამაზებთ აუცილებლად საგამოს. ჩვენ ასე გადაცემა ეთნოარტში რაღაცნაირად ტრადიციად დამკვიდრდა. ძალიან ხშირად ყავდა დები, ასევე ანსამბლები, შეიძლება ყოფილიყო თქვათ და-ძმა. თუმცა პირველი შემთხვევა, როდესაც ძმები მყავს სტუდიაში და ეს ერთ-ერთი რაღაცა განსაკუთრებული აღსანიშნავი დღეა და ამასთანავე დაავეთანხმება ალბათ მაყურებელებს, რომლებიც ამ გადაცემის განმავლობაში ნახავენ თუ ზოგადად როგორი განსაკუთრებული სტუმრები მყავს. მაგრამ იქამდე მე მინდა რომ ზოგადად ვისაუბროთ უბრალოდ იმას აღნიშნავ რომ გელა შენ ხარ ანსამბლ ურმულის წევრი და ამაზე უფრო კონკრეტულად მინდა ვისაუბროთ და დავითს უნდა ვკითხო ამ შემთხვევაში თუ არის რომელიმე ანსამბლის წევრი თუ როგორც მას სოლიდარობა გავთ ანსამბლის წევრი არ ვარ ანუ დროებით ან ჯერჯერობით ვსწავლობ და რაღაც დროის მაგისტრი განაპირობებს ასე ვთქვათ რა ან დრო არ ამახსოვ ისე დიდი სურვილი აქვს, რომ სადმე ანსამბლში იყოს. ნახოთ, სამომავლოდ რა იქნება, მაგრამ ამჟამად მე ვარ ძირითადად დაკავებული ამ საქმით. სახში ვერით ხოლმე? მაშინ გადმოვინაცვლებ გელა შენთან. მოდი მოყევით საერთოდ რამდენი წელია ამ სფეროში ხარ ჩართული და ზოგადად ანსამბლ ურმულზეც ვისაუბროთ ორიოდე სიტყვით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. საერთოდ პატარაობიდან ვართ ამ საქმეში, ასე რომ ვთქვათ, ქართულ ხელოვნებაში, მთლიანად ჩართულები. ჩვენი სურვილი იყო პატარაობიდანვე დიდი სურვილი ჰქონდა ორივეს მეც და ჩემს მასაც. და ოჯახში დედა არის მუსიკოსი. და მისი დიდი გავლენა არის, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ამ სფეროში ყოფნა. ჰქონდა სახში რაღაც ინსტრუმენტები, ძველი ფანდური, სალამური და ყოველთვის ჰქონდა ხოლმე სურვილი, მე თვითონ ავიღებდი ინსტრუმენტს, უკრავდი. ჩემმა ძმამ თვითონ აიღო ერთ დღესაც ფანდური და ორი აკორდი ისწავლა ისეთი რომ მერე თვითონ ააწყო რაღაცეები თავისით. ძალიან კარგი, მაპატია გელა, უნდა შეგაწყვეტნო საუბარი, იმიტომ რომ უკვე ზარია პირდაპირ ეთერში. მივესალმოთ ტელემაყურებელს, გამარჯობათ, მოგესალმებით. მარიამ, მოგესალმები ჩემო კარგო საღამომშვიდობის და მივესალმები შენ სტუმრებს. გამარჯობა. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. ველოდები დიდი სიამოვნებით რომ დაიწყოს თქვენი გადაცემა და უყურო. მარი, დედა შენს მინდა გადაუხადო, დიდი მადლობა. აი ესეთი კარგი გოგო რო ყავხარ და ესეთი კარგი სტუმრები რო ყავს. თქვენნაირ ახალგაზრდებზე დგას ეს საქართველო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მოდით მოგზაურებული თხოვნა მექნებ ერთი მარიამ. ერთი სიმღერა თქვენ რომელიც გინდათ აი ეს სიმღერა შეგვისრულდა მოგასმენიო თქვენი ლამაზი ხმა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. აუცილებლად გადაცემაში უამრავი ძალიან ლამაზი სიმღერა გაჟღერდება და მადლობთ თქვენ ესეთი თბილი სიტყვებისთვის და კეთილი რა ვიცი ასეთი კარგი სიტყვების ჩვენთვის თქვენთვის და მადლობთ თქვენ რომ გვიყურებთ ზოგადად. ვეცდებით ჩვენს რომ ყოველი შაბათ კვირა გაგილამაზოთ ტელეკომპანია ქართული არხის გადაცემა ეთნოარტით. დღესაც ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ ჩვენთან ერთად. ახლა კი გელა განვაგრძოთ საუბარი. განვაგრძოთ. ხო და როგორც ვამბობდი, პატარა ასაკიდან ჩვენთან დიდი სურვილი ჰქონდა. მერე მაშინ იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ვიყავით მე დაახლოებით 8 წლის და 6 წლის ვიყავით, როდესაც გამოვიდა ცნობილი ანსამბლი ერისიონის კლიპი და ძალიან პოპულარული გახდა, ასე რომ ვთქვა და ჩვენს მე და ჩემმა ძმამ ძალიან დიდი სურვილი გამოვთქვით, რომ მივსულიყავით ამ ანსამბლში. მიგვიყვანეს და მაშინ დაემთხვა ზუსტად რომ იქნებოდა პატარების ანსამბლი, პატარა ერისიონი. დავით კერესელიძე იყო ხელმძღვანელი, ძალიან საყვარელი კაცი, მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით. და დავიწყეთ იქ ამ ანსამბლში ვიყავით 4 წელი. სამწუხაროდ მე დაიშალა მალე, მაგრამ ჩვენ ანუ მეორე წელს უკვე შემოიტანა საკრავები მასწავლებელმა. ავირჩიეთ რა ინსტრუმენტიც გვინდოდა, მე სალამური ავირჩიე. ჩემმა ძმამ ფანდური აირჩია. მე იქ იყო ტრიოები და კონცერტებზე გამოდიოდით ხოლმე და ასე დაიწყო მოკლედ. მე ანსამბლის შემდეგ მქონდა რაღაც გარკვეული პაუზა. რო დაიშალა მე სკოლა ის ასე და შემდეგ იყო მე როდესაც ვიყავ მე-7 კლასში
ну ამ პაუზის დროს მე თვითონ არ შემიწყვეტია დაკვრა. ყოველთვის ძალიან მინდოდა ის რომ ხონა ჩანაწერებით ასე ისე სწავლობდი და ასე რომ ვთქვათ დიდი მასალა იყო ჩემთვის კვინტეტი ურმულის ჩანაწერები, რასაც მივაგენ ინტერნეტში ძალიან მოვინუსხე ასე რომ ვთქვათ მათი მუსიკით. და მე-7 კლასში რო ვიყავი, შემთხვევით მოვხვდი მის ერთ-ერთ წევრთან, დავით რატიანთან, რომელიც იქ უკრავს ჩვენ გურდაბალბანზე, კონტრაბასი ასე ვთქვათ, ქართული კონტრაბასი. და მასთან უკვე აი მე-7 კლასიდან ერთად ვართ ასე რომ ვთქვათ, შევისწავლე სხვა ინსტრუმენტებიც და უკვე აი რაც შეეხება კვინტეტ ურმულს, მანამდე მე ზარია პირდაპირ და შემდეგ კვლავ განვაქვთ საუბარი. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ, მარიამ საყვარელო ძალიან მიყვარხარ და გეფერები შორიდან. პირადად ვიცნობ აი ამ ორ ხმაჭვილს. ღმერთმა დავოცოს ესენი უაღრესად კეთილშობილი ადამიანები არიან. და საოცარი ნიჭიერები და მე მინდა რომ მათ ვუსურვო ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესი ცხოვრებაში. მოკითხვა ლალის და დატოსგან. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ზარისთვის. გიხარია. მოკლედ განვაგრძოთ საუბარი ჩვენ კვლავ შეგაწყვეტინე. მოგრძოთ. კი, მე როდესაც მივედი ბატონ დავით რატიანთან, მას ყავდა ბავშვების ანსამბლი. სადაც და მიმიღო ასე რომ ვთქვათ და იქიდან დავიწყე სხვადასხვა ინსტრუმენტები რომ მივედი სალამურზე უკრავდი მარტო. მე უკვე ნელ-ნელა ფანდურიც ვისწავლე ბანის ფანდურის და ასე რომ ვთქვათ გამავითარე ამ სფეროში. მე მოხდა ისე რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არის ესეთი ანსამბლი ქართული ფოლკლორი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. ძალიან დიდი ხანია არსებობს და მისი ასე რომ ვთქვათ ხელმძღვანელი არის ბადრი მაჭავარიანი. და ნუ ერთად ბატონი დათო და ბატონი ბადრი ამ ანსამბლს უძღვებიან. და იქ იყო ასეთი გასტროლები იყო შვეიცარიაში. და ამ გასტროლებისთვის ბატონმა დათომ თხოვა რომ წავსულიყავი და ტრიო შევიკრიბეთ იქ 3 ადამიანი. რამოდენიმე ნომერი ერთად გავაკეთეთ ასე რომ ვთქვათ, წავედი შვეიცარიაში და საკმაოდ კარგი კონცერტები და კარგად ჩაიარა მოკლედ. ძალიან კარგი, კვლავ ზარია გელა პირდაპირ ეთერში. აქტიურობს მაყურებელი. ნამდვილად, გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ზოგდიდიდან გაწუხებთ. მარიამ თქვენს გესალმებით და თქვენ სტუმრებსაც. რაიმე წილი მეგრული სიმღერა გვინდა რომ ვიმღეროთ უძღვნი ჩემს ელენეს და სალომეს. ძალიან გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის და ვეცდებით განათაცემის განმავლობაში თქვენი სურვილიც ავასრულოთ. მოკლედ, სანამ საუბარს განვაგრძობდეთ, ერთი მუსიკალური ნომერი რომ შევთავაზოთ მაყურებელს. კარგი. შენთან ძირითადად რასაც უყურებ ხოლმე მღერიან. ერთს დაუკრავთ ახლა რაღაც. კი, აუცილებლად. მგონი აჭობებს. თუ ორი სალამური გაქვს ამოღებული? ორი სალამური. ეს ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია, რაც ერთად შევასრულეთ აი პატარაობაში. რაღაც დიდი ხანია მაყურებელს ვეთქვი, რომ ერთად არსად არ გამოვჩენილ ვართ, არ, იმიტომ რომ მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი ძმით თავისით და ძალიან უგამგშჯიან. არა, ნამდვილად. ეს არის რევაზ ლაღიძის ტაშფანდურა, ასე ეძახება. კინოფილმიდან ხევისბერი გოჩა. კი.
მადლობა და კლავს არიან პირდაპირ ეთერში მივეცალოთ მაყურებელს გამარჯობათ საგამშვიდობის გამარჯობათ გამარჯობათ ბატონო მოგესალმებით მივესალმებით თქვენ სტუმრებს სალამი ჩვენგანაც მოგესალმებით ძალიან ლამაზები ხართ ძალიან დიდი და ძალიან მოხიბლელი სტუმრები გყავთ დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის თქვენ და მადლობთ რომ გვიყურებთ ჩვენს ვესტებით გადაცემის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დაგადგოთ ამ ლამაზი ჰანგებით ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოკლედ მიხარია რომ მით უმეტეს მები ხართ და ესე ორივე ჩართული ხართ ქართულ ფოლკლორში და ქართულ საქმეში და მე ნამდვილად არ ვიცოდი შენ ძმას თუ ესე კარგად ფლობდა ინსტრუმენტს და ზოგადად ჩემ ზიადრე ისწავლა ფანდუზე დაკვრა ნუ მართლად ამ შემთხვევაში შენ რა ინსტრუმენტებს ფლობდა და დავითი რა ინსტრუმენტებს? დავითი აი ფანდურს ფლობს, საერთოდ აღნიშნავ რომ აქვს, ნიჭი აქვს, ძალიან დიდი სმენაც ნიჭიც და უბრალოდ ეხლა ისეთი პერიოდი აქვს, რომ საერთოდ მე ესე მიყვარს ხომ მეთქმა, რომ მუსიკა დაძალებით არ გამოდის. როდესაც სხვა რაიმე საქმე გაქვს უფრო მნიშვნელოვანი, ჯობია ის გააკეთო, ვიდრე რამოდენიმეს ერთად მიედმოედო ასე რომ. ჩემთვის პირადად მე უნივერსიტეტი დავამთავრე. ბაკალავრი, მაგრამ ძირითადად აი ჩემ პროფესიაზე მეტად მუსიკას უფრო ვთვლი პროფესიად, ასე რომ ვთქვა. რა პროფესია? მე დავამთავრე ევროპის მცოდნეობა, ევროპეისტიკის ბაკალავრი. ჯერჯერობით გაგრძელებას ალბათ ვაპირებ მაგისტრატურის, მაგრამ ანუ ამას იმიტომ ვიძახი, რომ ჩემი ძმა ძალიან წარმატებულად არა, სანამ მკითხავს პასუხს განცდეთ კლავს არიან პირდაპირ და შემდეგ უკვე ნუ დავიწყებთ კითხვაზე. გამარჯობათ მარიამ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებსაც, ძალიან კარგი სტუმრები გყავთ. დიდი მადლობა. ჩვენი თხოვნა იქნება სამეგრელოდან გირეკავთ, რომ ერთი კარგი მეგრული სიმღერა გვიმღეროთ და ეს მიუძღვნათ მარიამს და სალომეს. დიდი მადლობა ქალბატონო და ზოგადად მადლობა სამეგრელოს ასე აქტიურობს გადაცემაში. დავით, შენ დაგაგეცა ჩემს დასმულ კითხვაზე პასუხი, მოკლედ ზოგადად რა ინსტრუმენტებს ფლობ და შენ თუ რაიმე სხვა პროფესიას ეუფლები პარალელურად? ერთადად ან ფანდურზე უკრავდი პატარაობიდან 5 წლის ასაკში დავიწყე, ასე ვთქვათ, ფანდური და რაღაც 2 აკორდით უკრავდი, მე რაღაც სიმღერაც გამოგვივიდა ერთობლივი დუეტში, ანუ დუეტში მღეროდით და ну, მე იყო რაღაც ხომ შეასრულებთ გადაცემაში ერთობლივად? სიმღერას? კი. სიმღერას შევასრულებთ, დიახ. ну, მე ისე მოხდა, რომ ანუ ამით აღარ წავსულა რა. ესე ანუ ჩემი ძმის თხოვნით და იმით. კი, როცა არის ხოლმე საშუალება შინაურ წრეში. იმიტომ აღნიშნე, რომ ერთად არ გამოჩენილ ვართ, ბავშვობის მერე ერთად არ ყოფილ ვართ არსად გადაცემაში. თან სტუდენტი ვარ, მესამე კურსის სტუდენტი ვარ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ну, ისე მოხდა, რომ ანუ პროფესია ავირჩიე და დაკავებული გრაფიკი მაქვს ასე ვთქვათ, თან ვსწავლობ პრაქტიკებზეც გადიოდა უკვე და რაღაც ანუ უფრო სწავლისკენ წავედი რა. ამ ეტაპზე მაგრამ ეს ჰობია ასე როგორც გეზამაღნიშნა, ანუ ვაპირებ სამომავლოდ მინდა რომ სადმე ანსამბლში ძალიან კარგი. აუცილებლად და აქამდე რაიმე ანსამბლში ჯერჯერობით არ ყოფილხარ? ანუ არა, ერისიონში ვიყავით ბავშვობაში. ერისიონის შემდეგ არა. გარკვეული პერიოდი ვცეკვავდით, ერთადაც ვცეკვავდით და მე ისევ ვცეკვავ ვანჯობინე რაღაც გარკვეული პერიოდი, სოლისტი ვიყავი და მე საერთოდ ქართული ცეკვები კი სოლისტი ვიყავი და მე ეხლა როგორც წერან მოგახსენეთ. დროის უქონლობის გამო სამწუხაროდ ასე მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ რომ კვლავ განაგრძობ ამასაც. ამას ვიმედოვნებ. თუმცა ჯერჯერობით მაინც ჰობის დონეზეა უფრო და ალბათ ჯერჯერობით კი. აი ესეთი მსგავსი სიტუაციები თუ იქნება რომ რაიმე გადაცემაში მოგიწევთ ერთობლივად მისვლა. შენ დამსახურებაა დღეს რო ერთად. ძალიან მიხარია. გელ ამ შემთხვევაში შენ მაინტერესებს ზოგადად ანსამბლურ მუსიკაში ამ პერიოდში რა ხდება, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებული ეს ანსამბლი და ყველამ ძალიან კარგად იცის. კი, კვინტეტი ურმული არსებობს უკვე 22 წელია. ძალიან დიდი დამსახურება აქვს მართლა ამ სფეროში. მაპატი უნდა შეგაწყვეტნო სარია პირდაპირ ეთერში და ნუ დავიწყებ პასუხს. გამარჯობათ, მოგესალმებით. მარიამ, მოგესალმებით. სალამი. სტუმრებს მივესალმებით.
თქვენ სტუმრებს მე ვიცნობ ბავშვობიდან და ეს ძმები არა მარტო კარგი მომღერლები არიან, არამედ კარგი შვილებიც არიან. ძალიან მადლობა. ნონა დეიდა ვარ და ცოტა ხილა. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ხედავ ტელევიზორს. დიდი მადლობა ქალბატონო. დიდი მადლობა, გაიხარეთ რომ გვიყურებთ. მოკლედ გელა შეგაწყვეტნა საუბარი. კი, ძალიან კარგი. ჩვენი მსმენელი. კიდე რეკავენ? კი. იქამდე შეიძლება მოასწრო რაიმე პასუხის გაცემა. კი. ანუ როგორც ვამბობდი, ძალიან დიდი დამსახურება კვინტეტ ურმულს. სანამ ურმული იქნებოდა, მანამდე კიდევ ძალიან დიდი ხნის ერთად მეგობრობის და ერთად დაკვრის და ერთად სცენაზე დგომის დიდი დრო აქვს ერთად გატარებული, ასე რომ ვთქვათ. ტელევიზიის ანსამბლი იყო ასეთი კელაპტარი. და იმის შემდეგ მე გასტროლებისთვის შეიქმნა ურმული. 22 წელი არსებობს, მე ვარ მეორე წელია მათთან. როგორც აღნიშნე, მათ მუსიკაზე გავიზარდე და ჩემთვის მართლა აი საოცნებო და წარმოუდგენელი იყო, რომ ვერც ვიფიქრებდი საერთოდ მათთან ერთად თუ მომეწევდა, მაგრამ ახლა ნამდვილად უნდა შეგაწყვეტო საუბარი. გამარჯობა, მოგესალმები, ძალიან პირდაპირ ეთერში გელა. გესალმებით, კი ბატონო. კახათიდან გესალმებით, მოგესალმებით მარიამ თქვენს და თქვენს სტუმრებს. თხოვთ ბავშვების, ჩემი შვილების თხოვნით, ელინდა სალმე ფიფიების თხოვნით, ვანდრიხშიოდის ერთ-ერთი სიმღერას თუ შემისრულებე. ვერ გავიგებთ. თუმცა რაიმე სიმღერა, ყველანაირი სიმღერა. კი. ახლა. აუცილებლად შესრულდება ეს კახეთსაც მოკითხვა მოკლედ ჩვენგან. კი. და მეორე წელია ამ ანსამბლში ხარ? მეორე წელია ამ ანსამბლში ვარ. იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც დავჭირდებოდი ხოლმე და ანუ დროებით მაგალითად ერთხელ აი კონცერტზე სადმე მეძახდნენ. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება, ასე რომ ვთქვათ. მართლა ეს არის. ასაკით ყველაზე პატარა უნდა იყო. კი, ყველაზე პატარა ვარ, ჩემი ხნის ანსამბლია. კი. აი მართლა აი ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა მათთან ერთად დგომა. ძირითადად სალამურზე დაკვრა გევალება. იქ საერთოდ იქ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები. ამითი არის უნიკალური კვინტეტი ურმული, რომ გვაქვს ყველა კუთხის ინსტრუმენტები, ყველა კუთხის ნაწარმოებები. გამარჯობა მარიამ, გენაცვალე, გაიხაროს შენმა გამზრდელმა, რომ ასე გვანებიურებ ქართული სიმღერით, ძალიან გვიხარია. ყოველ შაბათ-კვირას თქვენი გადაცემის ყურება და ეს ულამაზესი ვაჟკაცი ბიჭების დანახვა კიდე საერთოდ მთლად ის იყო ჩვენთვის დღეს არაჩვეულებრივი ბიჭები არიან, მით უმეტეს ძმები გვითხარით და ერთხელ ერთხმა ითქმა ასეთი რაღაცა თქვა, ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ჩაკრულოს სიმღერებს ის დანაშაულს არასდროს არ ჩაიდენსო და ბარაქალა თქვენ დედა შვილო, იხაროს თქვენმა დედამ, თქვენ არასოდეს დანაშაულს არ ჩაიდენთ და კარგი ვაჟკაცები ჩახართ, გამრავდი და გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ ქიზიყიდან იაგირეკავთ გოდერძიშვილი, კარგად გზამდებო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო, მოკითხვა ქიზიყსაც და უღრმეს მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ, გადაცემის აქტიური მაყურებელი ხართ და რა ვიცი, მიხარია, მოკლედ ძალიან აქტიურობს ჩვენი მსმენელი და ამიტომ ჩვენ გვიხარია რომ ეს არხი პოპულარულია, იმიტომ რომ იმსახურებთ მართლა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მინდა რომ ერთი მუსიკალური ნომერი შეასრულოთ. იქამდე მგონი რაღაც საუბარი შეგაწყვეტინე შენ კვლავ და იმას დავამთავროთ. და მე მაგრამ არ მგონია ბოლომდე არ გვაცდიან მოკლედ. არა უშავს, კარგია რომ აქტიურობს მაყურებელი. მოკლედ იმითი არის უნიკალური კვინტეტი ურმული, რომ ხუთი კაცი ასრულებს მაქსიმალურად აკუსტიკურ ნამდვილ ტრადიციულ მუსიკას. არის რა თქმა უნდა ნაწარმოებები, კომპოზიტორთა ნაწარმოებები, მაგრამ ეხლა უკვე ძირითადად თვითონ ჩვენი ხელმძღვანელი ნუგზარ დავით ქავთარაძე, რომელსაც იცნობ ძალიან კარგად. ქავთარაძე ჩემი მასწავლებელიც ერთ დროს ძალიან მიყვარს. უნიჭერესი ადამიანი, რომლის ფაქტიურად 90%, 95% ეხლა უკვე ვასრულებთ მის ნაწარმოებებს უკვე. აი ახლა კიდე უნდა შეგაწყვეტნა. მოგესალმებით, გამარჯობა. Алло. გამარჯობა, მოგესალმებით. Алло, ვინ გადარწმო? Алло. კოგად მორეკავს ალბათ ჩვენი მსმენელი. ხო და ანუ როგორც წერს ის მუსიკას
და მე უკვე გვინდა ტურმულს თავისი შესრულების მანერა და ხასიათი და ყველასგან გამოირჩევა მოკლედ. ალბათ ეს იყო რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომ ვერ მოვწყდი მათ მუსიკას ბავშვობიდან. და ახლა უკრავ სალამურს და ახლა უკრავ, იქ უკრავ ძირითადად სალამურზე. ჩემამდე იყო 20 წლის განმავლობაში დავით ჯიმშიტაშვილი. ისიც პატარა ასაკში მიიღეს, ანუ დაახლოებით მსგავსი ისტორია არის, რომელმაც მათთან ერთად 20 წელი, ესე რომ ვთქვათ, აქტიურად სცენაზე იმოღვაწევა. ეხლა უცხოეთში არის, მუშაობს. ის პირადად არ ყოფილა ჩემი მასწავლებელი, მაგრამ მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. თვითონ ყველა თითოეული წევრისგან. ეს თორე ისე ჩემი მასწავლებელი დავით რატიანი იყო, როგორც აღნიშნე. უკრავ იქ სალამურზე, უკრავ ხოლმე ფანდურზეც, როგორც მოითხოვს. ყველა წევრი ესე არის, რომ როგორც ნაწარმოები მოითხოვს, ვითავსებთ, კი, რომ ძალიან კარგი. ასე რომ ვთქვათ, ეჭვიც არ ვეპარებ. მუსიკას როგორც სჭირდება. ძალიან კარგი. ყველზარია პირდაპირ ეთერში გავა მივესალმოთ მაყურებელს. საგამომშვიდობის გამარჯობათ. მოგესალმებით მარიამ, გენაცვალე. გამარჯობათ. მივესალმებით თქვენ სტუმრებს. მოგესალმებით. გაზრდოთ გადახარო და ყოველივე გაიმინდა გისურვებ გოჩავა ხარდეიშვილი ვარიდან გირეკავ. თქვენ გენაცვალეთ, ვიძებოთ თქვენისთანა გაიყალხი უმრავლოს. შენ ქვეყანას ღმერთმა. სამივეს გენაცვალეთ, სამივე გაიყალხი ხართ. თქვენ გენაცვალეთ. გაიხარეთ ქართული ფოლკლორი, გენაცვალეთ. გაიხარეთ, მადლობა. დიდი მადლობა, გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, მადლობთ თქვენ რომ აქტიურობთ, მოგკითხვა ვანს თუ არ ვწდები ხო? ვანიდან. და ახლა მცირე სარეკლამო პაუზას უნდა გავიდეთ, რამდენიმე წუთში კვლავ შემოგიერთდებით ტელემაყურებელი. მოკლედ მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, ჯერ ჩვენ ტელემაყურებელი უნდა შემოუშვათ, ზარია პირდაპირ ეთერში და შემდეგ უკვე მუსიკალური ნომერი შევთავაზოთ მათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მინდა რომ საროქია ალბათ მარიამ ელიეზაშვილის სიმღერა მინდა აი მაყალას მინდა ეს სიმღერა იმღეროს თუ შეუძლია რომ იმღეროს ამ გოგომ. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. რომელიმე სიმღერას ვეცდები აუცილებლად გადაცემის განმავლობაში შევასრულო და მოკლედ მაყურებლის თხოვნაც ავასრულოთ. ახლა მინდა რომ რაიმე მუსიკალური ნომერი შევთავაზოთ მაყურებელს. დაპირებული, კი. დავიწყოთ გიტარით. აუცილებლად. ძალიან მრავალფეროვანი საღამოა მოკლედ. კი, მაქსიმალურად 2 ადამიანს რაც შეგვიძლია, საერთოდ სამხმიანია ქართული სიმღერა, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო საშუალება მესამე ბანის წამოყვანის, მაგრამ თუმცა ის სტუდიაში როგორი შესაძლებლობაც ჰქონდა ამ შემთხვევაში, ამიტომ, მაგრამ ვეცდებით რომ შემდეგ უკვე გაფართოებული. კი ბატონო, ეხლა შევასრულებთ ჯანს უკახიძის სიმღერას, ცნობილი სიმღერა არის. მოდი ჯერ ზარი შევშვათ პირდაპირ ეთერში და შემდეგ უკვე ვიყარეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. იცით რა არის გამარჯობათ? გამარჯობათ ქალბატონო. თუ შეიძლება, ალო? გისმენთ ქალბატონო პირდაპირ ეთერში გწევდებით. დიახ. უკაცრავ თუ შეიძლება. დიახ ქალბატონო. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. აი ხა დაიწყე მე სიმღერა? სამწუხაროდ ქალბატონს ჩვენი ხმა არ ესმოდა, ალბათ კვლავ გადმორეკავენ, მოდი იქამდე დავაანონსოთ რა სიმღერას სიმღერებთ. მიმღერებთ ჯანს უკახიძის სიმღერას ცნობილი კინოფილმიდან. მეგობრობაზე, ძმაკაცობაზე. ჩემ ძმაკაც ლუკა მოუჭირდეს, მაშინ მე წარღვნა წამიღოს. ის თხილის გული რა დამინდა, თუ ცხრაჯერ ცხრა და არ გაიყო. რომ ვიცი სხვაცაც ვარ გუნე, ის ლუკა უფრო ტკბილია, მე რამდენ გროსაც ვიშოვი, ყველაში ძმაკაც ძილია. ქვეყანა ჩალა და რა ღირს, სიცოცხლე ძალა და რა ღირს, გინქონდეს ქვეყნის სიმდიდარე, თალამას ქალა და რა ღირს. ქვეყანა ჩალა და რა ღირს, სიცოცხლე ძალა და რა ღირს, გინქონდეს ქვეყნის სიმდიდარე, თალამას ქალა და რა ღირს.
რასაც ვიშონი დავხარჯავ სიცოცხლეს გემოსაგავუგებ სამის მაგივრად გულის ორს გოდრით მიხაკებს წავუღებ შენ რომ აგროვებ რადგინე და გაბარბავებ სოკროს ბრიალი გიჯობს კეიფში გალიო ცხოვრება ოხერტიანი ქვეყანა ჩალა და რაღის სიცოცხლე ძალა და რაღის იმ კონდეს ქვეყნის სიმდიდარე ერთა ლამაზ ქალა და რაღის ქვეყანა ჩალა და რაღის სიცოცხლე ძალა და რაღის იმ კონდეს ქვეყნის სიმდიდარე ერთა ლამაზ ქალა და რაღის ერთა ლამაზ ქალა და რაღის ერთა ლამაზ ქალა და რაღის ბიჭო, მოკლედ ძალიან კარგ განწყობაზე დავდექით აქ. მშვენიერი გარემოა ჩვენთან და ტელემაყურებელიც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს როგორც ვატყობ. კი და მოკლედ ამ სიმღერამ კიდევ უფრო მეტად დაგვატყო. თუ არ ვწდები, ყავს არია პირდაპირ ეთერში? ძალიან კარგი. გაწყვეტ ხმა, მაგრამ ალბათ კვლავ გადმორეკავს ჩვენი ტელემაყურებელი და მოკლედ რატომ გადაწყვეტით მაინც და მაინც ეს სიმღერა გემგრა ტელევიზია ჩვენს გადაცემაში? მაინტერესებს რაიმე აი ხო არის ხოლმე სვამ ამ კითხვას სხვათა შორის აი რატომ გადავწყვეტეთ ამის სიმღერა? მე ძალიან მიყვარს მაგალითად და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ საერთოდ კონკრეტულად ისეთ ვარჩევთ ხოლმე. კი, საერთოდ რეპერტუარს ვარჩევთ საერთოდ ქართული სიმღერა ძალიან მრავალფეროვანი არის. ძალიან ანუ როგორც ხალხური მუსიკა, ტრადიციული მუსიკა, ფოლკლორზე აღარა მაქვს საუბარი, ეს განძი გვაქვს ისეთი, რომ რასაც დიდი ხანი იარსებებს და რა თქმა უნდა, მაგრამ არის ასევე აი ტრადიციული მუსიკა, კომპოზიტორების ნაწარმოებები, რევაზ ლაღიძის და ჯანსუღ კახიძის ან გოგი ცაბაძის სიმღერას მაგალითად რომ მოусმენ ეს რაღაც არ ვიცი თუ ნამდვილად გრძნობა გაქვს, უნდა იგრძნო. ამას უცხოელები გრძნობენ და სამწუხაროდ ქართველები რატომღაც ძალიან წყინს ხოლმე რომ უარყოფენ ასე რომ ვთქვათ. მაგრამ მაინც კარგი არის ახლა იმიტომ რომ ხშირად ხედავ ხოლმე რომ არის ანსამბლები, ჯგუფები, რომლებიც აკეთებენ სიმღერებს და ძალიან შეგაწყვეტნა საუბარი. ზარია პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით. ალო, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. სალამში. ჯარჯი ნუმიდებს ჯიხვებსა. თუ შეგიძლიათ და თუ იცით რომ დაუკრათ ეს სიმღერა ან და რამე მონადირეებზე. დიდი მადლობა ბატონო, მოკლედ ცოტა უცნაურ თემა მოითხოვა, ესეთ არ ყოფილა გადაცემაში. თვითონ თუ შეგვისრულებს. ანუ ამ შემთხვევაში რაღაცა სხვა სიმღერა შევასრულებთ აუცილებლად და ამით არანაკლები სიამოვნებთ. შეგაწყვეტეთ საუბარი როგორც ყოველთვის. ძალიან გვიყვარს ასე ვთქვათ ქართველი კომპოზიტორების, აი ვინც ჩამოთვალე, რევაზ ლაღიძე, ჯანსუღ კახიძე, გოგი ცაბაძე, კიდე არიან კომპოზიტორები, ვინც ასე რომ ვთქვათ, ქმნიდნენ ქართულ ფესვებზე, მაგრამ განვითარებულ თანამედროვე მუსიკას, ასე რომ ვთქვათ, რომლებიც, რავი, დამეთანხმები შენს და მაყურებელიც ალბათ, რომ ეს სიმღერები რამდენ წელს ითვლიან, მაგრამ დღემდე პოპულარულია და დღემდე ყველას გულს უჩქროლებს, ასე რომ ვთქვათ. კი, ამან განაპირობა, რომ ჩვენ ხა ეს გიტარა ჩემით ვისწავლე და როდესაც კი. გამარჯობათ, მოგესალმებით. გენაცვალეთ ახალგაზრდებო. გაიხარეთ, გამრავლდით, იხაროს თქვენმა გამზრდელმა შვილებო. მადლობა ქართულ არხს, რომ ქართულ ასეთ კარგ სიმღერებს გვასმენინებთ. ძალიან აგთხოვთ, შვილო, თუ შეიძლება ამ ლამაზ ბიჭებს და თუ შეუძლიათ სამშობლოზე ლალი ამღეროთ, მე ომში დაკარგული დედა ვარ და ძალიან გულით მინდა ამ სიმღერის მოსმენა. ამ უცხო სიმღერებმა თავი მოგვაბეზრეს, შვილო, და ამ ქართულმა სიმღერებმა გული გამიღვიეს და ჩემი ახალგაზრდობა და ჩემი კარგი შვილები გამახსენეს. ძალიან აგთხოვთ, რომ
შემისრულოთ ეს თხოვნა და ამღეროთ ეს კარგი ბიჭები მაგ სიმღერით. კარგად, დიდი მადლობა, გენაცვალე. მოსმენისთვის, ყურადღებისთვის გამრავდი და გაიხარეთ. იხაროს თქვენმა მშობლებმა თქვენი გაჩენისთვის. ძალიან დიდი მადლობა ხალბატონო და აი ნამდვილად ამხელა სიტყვა როგორ ეტევათ ადამიანებს როგორ ეტევათ ამხელა ადამიანებს ამდენი სიტყვა და სიყვარული და როგორ გადმოსცემენ ამას ნამდვილად ჩემთვის არის უდიდესი ბედნიერება და აუცილებლად მინდა ძალიან რომ ეს სრული შეუსულოდ იქნებ სამშობლოს და მეც ყველანაირად დაგეხმარებით აუცილებლად პირველ ხმას კი რომ ძალიან მინდა რომ ამ ხალბატონს განსაკუთრებით შეუსრულოთ ეს თხოვნა კი ბატონო ეხლა შეუსრულოთ და ვიცი როგორც მოხერხდება აი შეუსრულოთ მაშინ სანამ სიმღერას დავიწყებთ იქამდე ზარი შევუშვათ პირდაპირ ეთერში და შემდეგ უკვე არ წყდება გამარჯობა ახალგაზრდებო ძალიან სასიამოვნოა თქვენი გადაცემების მოსმენა მარიამ თუ არ მიწყენ შველო შენიშვნა კი არა თხოვნად მიიღეთ ისე რომ საუბრები ნაკლები მოგვესმენინეთ სიმღერები უფრო მეტი საუბრები თვით ძალიან ბევრი მობეზრებული გვაქვს და სიმღერა მონატრებული თუ გაითვალისწინებთ ძალიან კარგი იქნება და რაც შეეხება მაყურებელს მეც მაყურებელი ვარ და ხო ყველას რომ გარკვევისგან თავი შევიკავოთ რომ უფრო მეტი სიმღერები მოვისმინოთ დიდი მადლობა ქალბატონო რადიკალურად განსხვავებული აზრი მოვისმინეთ მადლობა მოგესმინებ ძალიან ბევრ ლამაზ სიმღერას და ერთ-ერთი მათგანი ახლა გაჟღერდება ნამდვილად ტელე ამას არ ვაპირებდით მაგრამ ახლა ძალიან სპეციალურად მოითხოვეს კი ნამდვილად კარგი შევასრულოთ ნუგზარ ფსუტურის ლალე დიდი დამსახურებული ადამიანის რომელიც განათლოს უფალო მისი სული Lale.
ჩვენ ლამაზო სამშობლო შენი გენაცვალე ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო რომ ეს ხონა შეუსრულეთ ჩვენს ტელემაყურებელს და დაწნებული ვარ ძალიან გახარებული იქნება ქალბატონი ზარი იყო თუმცა გაიჩა ახლა შემატყობინეს მაგრამ ყავ გადმორეკავს ჩვენი ტელემაყურებელი და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო პირიქით უფრო მეტად სიმბოლურია რომ ესე ძმები ესე შეხმატკილებულად ნამდვილად არცოდი მე გელა ყველანაირად ვიცოდი დიდი ხანი უკვე ანსამბლურ მულში რომ არის მაგრამ მისი ძმას თუ არა ნაკლებ ნიჭიერი იქნებოდა ნამდვილად თუმცა შენი ძმა არ გამკვირვებია რომ ესე კი ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ვეუბნები ხოლმე და ვაქეზებ ასე რომ ვთქვათ რომ იმღეროთ ერთად რაღაც მაგრამ როგორც აღნიშნეთ დაკავებულია თავისი საქმეების გამო და რა ვიცი სხვადასხვა მეც ყოველთვის სურვილი მაქვს ხოლმე ხშირად აღნიშნა მაგრამ ჩემი ძმა ჩემზე ბევრად უკეთ იმღერის ბევრად უკეთ უკრავს მაგრამ არასდროს ან ვერაფრით ვერ მოვაწყო ისე რომ რაიმე ან კონცერტზე წამოსულიყო ან სადმე ჩემთან ერთად გაეფორმებინა ჯერჯერობით რაღაც ალბათ მაგას ყველაფერს თავისი დრო აქვს თავისი დრო აქვს მაგრამ ნელ-ნელა უკვე სურვილი უჩნდება შენ შეგვეხმატკბილე შენს ძალიან დიდი მადლობა ეს თქვენი დამსახურება დიდი მადლობა და მოკლედ ახლა მოდი განვაგრძელოთ საუბარი ზოგადად მაინტერესებს ხო სანამ კითხოს დავსვამდი ზარია პირდაპირ ეთერში გამარჯობათ მოგესალმებით გამარჯობათ ბატონო საღამოშიტობით ალო მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით ალო არის ჩვენს ტელემაყურებელს ხმა ხელმეორედ გადმორეკავს ალბათ ალოს სათქმელად დარეკა იქ შეიძლება შესაძლოა მქონია ეგეთ შემთხვევაც მოკლედ გელა მაინტერესებს ამ შემთხვევაში ახლა ანსამბლ ურმულის გარდა თუ გაქვს სურვილი ვთქვათ რომ ინდივიდუალურად შემდეგს რაღაც მომავალში განაგრძო თუ უმეტესად მაინც ანსამბლზე არის და დააყრდნობილი შენი სამომავლო გეგმები ხო ну საერთოდ ეს როგორც თქვი ეს მოულოდნელობა იყო და დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა მერგო მართლა მათთან დგომის და არ ვიცი დღემდე შოკში ვარ ვერ გამოვდივარ ამ მაპეტია ახლა ზარია პირდაპირ ეთერში გამარჯობათ მოგესალმებით სამარია მელიზაშვილის ჩვენ ახლა ერთ სიმღერას თუ ის სიმღერა თუ შეუძლიათ რომ იმღერონ რა დიდი მადლობა ძალიან მთხოთ რა ძალიან დიდი მადლობა ეს კარგი ვერსია მოვისმინეთ ჩემი გვარის ეს ახალი ჩაიწერე ელიზაშვილი თუ არა უშ მოკლედ ძალიან ბევრი ხუმრობა არის ხოლმე ჩემს კურიოზზე ელი ეშვილი ვარ გვარად მაგრამ არასდროს არ ამობენ ჩემს გვარს სწორად დავაწეროთ იქ მარიამ არა აწერია პრინციპი რატომ ვერ ხედავს მაგრამ დიდი მადლობა ქალბატონს თავარია რომ ხალხს უყარხარ და ძალიან დიდი მადლობა თქვენს და დიდი მადლობა იმ ადამიანებსაც რომლებსაც სურთ ზოგადად ჩემი ხმის გაგონება და ჩემი სიმღერის მოსმენა დიდი მადლობა თქვენ რომ მისმენთ გვიყურებთ და რა ვიცი ვეცდები გადაცემის განმავლობაში აუცილებლად დაგადგოთ ლამაზი ჰანგებით. თუ გახსოვს რაზე დაგისვი კითხვა? რაზე დამისვი ინდივიდუალურად. კი. ინდივიდუალურად, ანუ ჯერჯერობით ეხლა არის რაღაც გეგმები, სამომავლო გეგმები. ჩვენ ეხლა ხანს 30 სექტემბრიდან რომ დავიწყეთ. მაპეტია გულსარია შეგაწყვეტინა საუბარი. გამარჯობათ, მოგესალმებით. მარიამს გადაეცით რომ შეკითხვა მაქვს ასეთი რამოდენიმე ხნის წინ ფონდი თაობა ანუ თბილისის ქუჩაზე სადაც მოხუცი ხალხი ვიყრით სარდა იყო მან მებაღესთან ერთად კონცერტი გამართა ეს ის მარიამია ჩემს შვილებთანაა გადაღებული სურათი მაინტერესებს ძალიან და ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ ასეთი გამოჩენილი ასეთი ღირსეული ისინი გამოყავთ და სათბოულობს ამბიჭებს რატოს სხვაგან არ ჩანან ასეთი კარგი მომგერლები და რაღაცა ეს მაინტერესებს კიდე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო დიახ მაშინ ატარებდა ასეთი ორგანიზაცია ატარდებოდა იმ ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ერთად მეც ვიმყოფებოდი სწორედ ამ ნუცუბიძეზე არსებულ
ან სადაც კონცერტი ჩატარდა. დიახ, მოხსებულთან სახში თუ არ ვწდები და ძალიან ლამაზი საღამო იყო, ძალიან ტკბილად მახსენდება. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო თუ არ ვწდები და დიდი ხანი დამახსოვრებია ამ ქალბატონს და მიხარია რომ ასე ტკბილად გაახსენდა. დიახ, როდესაც შესაძლებლობა იქნება, ყოველთვის მიმზადვარ რომ საღამო და გაულამაზო ზოგადად ყოველდღიურობა და ასეთი ცხოვრება ამ ადამიანებს და მადლობს თქვენ ამ ყველაფრისთვის და რა ვიცი, ჩვენს იმ მიკითხვათ პასუხს გავცემ, რომ ნამდვილად კარგი სტუმრები მყავს დაგეთანხმებით ამ ყველაფერში ქალბატონო და მინდა რომ ისინი სხვა არხზე ძალიან ბევრჯერ ძალიან ხშირად ჩანდნენ და აქტუალურები იყვნენ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ ადამიანებს ბევრად უფრო მეტად აინტერესებთ ქართული ფოლკლორი, ქართული მუსიკა და უფრო მეტად აფასებენ, თუმცა სამწუხაროდ მაინც ნაკლებად ჩანს ტელეეკრანებზე და ვინც ჩვენ ვცდილობთ და ტელეკომპანია ქართული არხის ძალიან დიდი დამსახურება ამ შემთხვევაში დიდი მადლობა. იმიტომაც უყურებს ამ ხალხი და იმიტომაც აქტიურობენ. ამიტომ კლაუზარია პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამიდა მარიამ ელიეზაშვილის ის სიმღერა მიდა. ჩვენ ახლა ერთუთ სიმღერას თვალებით უმზერდო, იქნება იმღეროს. ეს სიმღერა ძალიან დიდი თხოვნით მინდა ეს სიმღერა იმღეროს ქალბატონმა მარიამ ელიაშვილმა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ვეცდები აუცილებლად გადაცემის განმავლობაში საკმაოდ დიდი ხანი დარჩეთ ჯერ დასრულებამდე და აუცილებლად ვეცდები შევთავაზოთ. კი. შენ გავაგზავნე. კი, აუცილებლად უნდა გადაგწო. ჩავკეცე და. ხო დაიმახსოვრე რა თავარია. და ნუ არის ახლა ან რას ვამბობდი, გასტროლები გქონდა ახლა ცოტა ხნის წინ, პირველი გასტროლები იყო მათთან ერთად ჩემთვის. ხშირად ანუ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე რომ ვთქვათ, კვინტეტურმულს უმეტესად საზღვარგარეთ უფრო იცნობენ. რადგან ძალიან ხშირი გასტროლები აქვს ხოლმე. სხვადასხვა ქვეყნებში. ნუ საბედნიეროდაც, მაგრამ მე ვიძახის, იმიტომ რომ ქართველებმაც უფრო უნდა იცოდნენ, კი, ეგეც პრობლემაა. და ვიყავით პოლონეთში, იქ იყო კონცერტები, სოლო კონცერტები ჩავატარეთ, 30 სექტემბერს წავედით. მერე ჩამოვედით, ერთი დღე მომიწია სახლში ყოფნა და გავისე წავედით გერმანიაში ფესტივალზე. გერმანიაში არსებულ ფესტივალზეც დამოგვიანებთ რომ ვისაუბროთ ჯერ ზარის შეუშვათ პირდაპირ ხომ არ მიწღეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. საღამომშვიდობით გისმენთ. გისმენთ საღამომშვიდობით პირდაპირ ეთერში ბრძანებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მინდათ მოგესალმოთ პირველ რიგში. სამწუხაროდ გაწყდა ჩვენ ტელემაყურებლის ზარი ალბათ კვლავ გადმორეკავს ბატონი და მაყურებელს ერთი რამე უთხრათ, ამას არ ეუბნებიან ხოლმე რატომღაც. როცა რეკავენ, ეცადონ რომ მოშორდნენ ტელე. კი, ჩვენ ხშირად ყოველ გადაცემაში მიწევს ხოლმე ამ ყველაფერს. კარგი, მაინც შევახსენოთ ჯობია რომ მოშორდნენ და ისე და ილაპარაკონ, იმიტომ რომ სიგნალი ცოტა გვიან მიდის ხოლმე, ამიტომ შეიძლება ცოტა გვიან გაიგოთ ჩვენი ხმა, თუმცა მაშინ შეგიძლიათ ისაუბროთ როგორც კი შესაძლებლობა გექნებათ. გერმანიაში არსებულ ფესტივალზე. ხო, ჯერ იყო ეს პოლონეთი ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ჰქონდა სხვადასხვა ადგილებში სოლო კონცერტები. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება არის ეს, არ ვიცი. დიდი ბედნიერება, დიდი გამოცდილება არის, რომ ესეთ ხალხთან ერთად სცენაზე დგომის გამოცდილებას იღებ. შემდეგ წავედით გერმანიაში. იქ იყო 25 ქვეყანა იყო ჩამოსული. არის ესეთი შტუტგარტის მხარეს, არის ბალინგენი, პატარა ქალაქი არის. და იქ იყო ტარდება ხოლმე 3 წელიწადში თუ არ ვწდები, 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ეს ურმული უკვე მერამდენეთ იყო, თუ არ ვწდები, მე-13 თუ მე-4 ამ ფესტივალზე, ასე ვთქვათ, დიდი მასშტაბის ფესტივალი, პატარა ქალაქია, მაგრამ მე თვითონაც არ მეგონა ისეთი მაღალ ორგანიზებული და 25 ქვეყანა იყო ჩამოსული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. იქ ძალიან მრავალფეროვნება ინსტრუმენტებისა, ჟღერადობის, ყველაფერი ძალიან ესეთი ინფორმაციული გასტროლი იყო, ასე რომ ვთქვათ, ბევრი რამე ვნახე მე პირადად. და იქ იყო ჩასაბერი გუდიანის საკრავების ფესტივალი. ჩვენ ხო გვაქვს ბოდიშ ნომერსი ოღონდაც. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. საღამომშვიდობით ბატონო. გილოცავთ ხვალინდელ დღეს წინასწარ.
მიულოცავ თქვენს კოლექტივს, ქართული ახლის კოლექტივს, მე გახლავართ მერაბ ბუაძე, რაჭიდან, ამბროლაურის კულტურის სამსახურის მიერ მენეჯერი. მიხარია რომ არსებობ თქვენ ძალიან მინდოდა მარიამთან დაკავშირება რამენაირად რაღაც გეგმები მაქვს და მინდა რომ გავესაუბროთ. თუ შეიძლება ამ საკონტაქტო ტელეფონი და ან რამე იყოს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი საკონტაქტო ნომერი დატოვოთ ან გადაცემის ბოლოს დაგვიკავშირდეთ და აუცილებლად უპრობლემოდ ან ჩვენი პროდიუსერი დაგელაპარაკებათ ახლა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. უბრალოდ თუ ჩვენმა ტელემაყურებელმა ვერ გაიგო ჩემი ხმა, შემიძლია გაგიმეოროთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი საკონტაქტო ნომერი დატოვოთ და ჩვენ დაგიკავშირდებით აუცილებლად. მადლობთ რომ აქტიურობთ. გავაგზავნოთ. კი, ჩასაბერ საკრავებს. ხარ უნდა ვილაპარაკო, რომ მეტი ჩასაბერი, გუდიანი ჩასაბერი საკრავების ფესტივალი. ეს ჩვენ გვაქვს, ჩვენ ხო გვაქვს მაგალითად რა აჭარაში ჭიბონი გვაქვს, რაჭაში გუდასპირი გვაქვს. კიდე არის ესეთი გუდა საკრავი. ჩვენ კვინტეტურ მულში ეს აღვადგინეთ ბატონმა დათო ქავთარაძემ და ამ ხალხმა ერთად აღადგინეს ეს ძველი საკრავები, ასე რომ ვთქვათ, აქტიურად ვიყენებთ ჩვენ მელოდიებში და მაგრამ ერთი განსხვავება რაც არის, რომ არასოდეს ეს ინსტრუმენტები ერთად არ დაკრულა. ანუ აჭარაში იყრებოდა ჭიბონი, რაჭაში გუდასტვირი და რაღაც ჩვენ გავაკეთეთ, ანუ ურბულმა გააკეთა სინთეზი ამის. ეს იყო ძალიან საინტერესო ამ ფესტივალზე. მართლა ძალიან მაგარი მუსიკოსები და მართლა ღირსეული ხალხი იყვნენ იქ, რომ ასე ვთქვათ, ყველა თავის ქვეყანას წარმოაჩენდა ამით. და თურმე ესე მე არ ვიცოდი რომ ასე ბევრ ქვეყანაში არსებობდა ასეთი გუდიანი საკრავების, მაგრამ თურმე იქ არსებობს, თუ არსებობს. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ისე რამდენი ახალი ამბავი შეიძლება გაიგო, მოკლედ ესე. ნამდვილად. მოკლედ ჩვენ მცირე სარკმელ პაუზაზე უნდა გავიდეთ, რამდენიმე წუთში კვლავ შემოგიერთდებით ტელემაყურებლებო და არჩით ჩვენთან ერთად უფრო საინტერესო მეორე ნახევარი გელოდებათ გადაცემაზე. მცირე სარკმელ პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა მინდა რომ რაიმე მუსიკალურ ნომერი გთხოვოთ. ესე მოულოდნელად ეცე გადაწყვიტეთ. ამ შემთხვევაში თქვენ შემდეგ უკვე ერთადაც შემოგთავაზებთ. აჰა. ჩვენ. ძალიან მოულოდნელად გთხოვეთ ესე. ან მუსიკალურ ნომერი ან სიმღერა ჩვენც არ აქვს მნიშვნელობა გადაცემა ხო? კი, სიმღერა იყოს. სიმღერა რა ვიმღეროთ? კაი, ეგ ვიმღეროთ. მაშინ ვიმღერებთ ცნობილი სიმღერა არის ვაჟა დურგლიშვილის წყაროს თავზე. წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა გოგო ათუ წყაროს წყალმამზე აირიდა შენ ზღვა ხარ და მე ამ ზღვაზე დავალდივითა შენ რომ არა ტალღა გულოზე გადამივდიდა ეი დადი არალე შენ რომ არა ტალღა გულოზე გადამივდიდა ეი და ეი და არალე ეი და ეი და არალე წყალთანია და გოგო ათუ გაზაფხულია მომზიანა და შეგხედე და გულის გალი დამრეჩაღია და მითხარ მაინც მოსვლა ხომ არ დამაგვიანა და ეი და ჰარი არალე მითხარ მაინც მოსვლა ხომ არ დამაგვიანა და ეი და არალე Hey da, rale, hey da, rale, hey. Apaleni ligeti zero tiris grubleptan, zero atu chemi pikrim zestan mivida, odif tebida giamoguli subida. Skaros tauze gogo vidis iskali. Hey da hari arale Tsaros tavze gogo midis iskarivita Hey da arale Hey da
მოკლედ ესეთი ლამაზი შესრულებისთვის და ყოველდღია პირდაპირ ეთერში. კი, ეჭვიც არ მოყარება, იმიტომ რომ ესე უცებ გთხოვთ ხოლმე. გამარჯობათ, მოგესალმებით, საღამოშვიდობით. ისა, ვიცით რა მინდა, მე მინდა ქუსიაშვილის რომელიმე სიმღერა დილაო ადრიანაო ძალიან დიდ პატივს ამ სიმღერას და თუ შეუძლიათ რომ ეს სიმღერა იმღერონ, აი ძალიან მაგრამ მინდა ეს სიმღერა რომ იმღერონ რა. აი ძალიან დიდ პატივს აქვს ამ სიმღერას. დიდი იმღერონ რა, ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა ქუსიაშვილის თეონა დილაო ადრიანაო თუ შეუძლიათ. დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა. კითხავ ბიჭებსაც იქნება ერთად რა. ერთად შევასრულოთ მაშინ, ანუ პირველ ხმას. კი, აუცილებლად. თუ მოასწრებენ ჩვენი პროდიუსერები, ეს არის პირდაპირ ეთერში, კამდე შეიძლება ვთქვათ რაიმე კითხვაზე გამძეთ პასუხი, მაგრამ არ გვაცდია. მოკლედ თუ მოხერხდება რომ შეუშვათ ზარი და შემდეგ უკვე სიმღერა. ესე იგი რეკორდები. კი, ნამდვილად. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა მარიამ, მოგესალმებით ჩემო კარგო, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ესეთი ლამაზი საღამოსთვის, ძალიან კარგად იმღერეს ბიჭებმა და მინდა რომ წინსვლა წარმატება ვუსურვო. გიორგობას გილოცავთ, უკვე მადლობა. ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვო და აი გუშინ გთხოვე, მაგრამ ვერ მოახერხე რომ შეგესრულებია ჩემი სრული და ამიტომ ეხლა გთხოვ, აი ლალე ბიჭებთან ერთად შეასრულო და დაგვატყო შენი ლამაზი ტკბილი ხმით. ძალიან მიყვარხარ, წინსვლა მინდა გისურვო და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორც ჩანს არ გვიყურებთ. ალბათ ან გვიან გადმორეკა ჩვენმა ტელემაყურებელმა, ან ის ნაწილი გამოტოვა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიმღერეთ ლალე ბიჭებთან ერთად სწორედ, იმიტომ რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა სწორედ ეს სიმღერა მოითხოვა. მადლობა თქვენ. მოთხოვნილი არ ქონდათ რომ შევასრულეთ. მოკლედ ხო აი წინასწარ უკვე. წინასწარ განსაზღვრეთ რომ ამ ადამიანს უნდა ლალე მოკლედ და აი თქვენ შეგიძლიათ ან შემდეგ გადაახვიოთ და ნახოთ, თუმცა თქვენი სურვილი უკვე შესრულდა. ძალიან დიდი მადლობა. კვლავ ზარია პირდაპირ ეთერში. მივესალმოთ მაყურებელს. გამარჯობათ, ქალბატონო მარია. გამარჯობათ საკამშვიდობის. და შემოძნებო გელა და დავით. სიგარა მინდა არა ბიჭები ქეიტოპ და შეიძლება რა ხვალ რო ჩართოთ იმღერთ რა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. სამწუხაროდ კარგად არ ისმის თქვენი ხმა, თუმცა კარგი დროის გადარებას გისურვებთ თქვენ ჩვენს. მე მგონი ყველა სიმღერა გამოდგება მათი კეიფისთვის. რა ვიცი, ზოგადად კარგი დროს ტარებისთვის ყველა ქართული სიმღერა ყველა გამოდგება. კი. ჩვენც ნელა ერთ-ერთი მსმენელის თხოვნას თუ შევასრულებ და ერთობლივად შევასრულებ, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან გაცილებული ვარ, დიდ პატივს ვცემ ჩვენს ტელემაყურებელს და რადგან მათი მოთხოვნა არის, ამიტომ ვცდილობ, რომ ამ ხმის მიუხედავად მაინც შევასრულო მათი თხოვნა, ამიტომ მოდით ერთობლივად, მგონი დილავავდრენო. ვასიამოვნოთ ტელემაყურებელს. მე მეგრული აუცილებლად უნდა ვიმღერო. და ჩვენც ვისიამოვნოთ. აუცილებლად. გელა ძალიან დრო მეგრული სიმღერა შევასრულოთ. მე არ მინდა მოთხოვნა ეტყობა, გადავახვიოთ. არ იყოს. არა უშავს, ჩვენც გაციებულები ვართ. ყველა გაციებული. ლოგო აუდრიანო. კაი. შენი ჩემოდიდო
ხედოს განათავაზე შენთან მაბარიალაო შენთან მაბარიალაო ძალიან დიდი მადლობა ის უნდა აღნიშნო რომ ერთად პირველად ვღერით ხო ჩვენ გადაცემაში ეს ექსპრომტად მოხდა ყველაფერი ზოგადად ჩვენი გადაცემა ამითია გამორჩეული რომ მე ჩვენ სტუმრებთან ანაზოს არ მაქვს ხოლმე ნამღერი და ესე ყოველთვის მაგრამ კარგი გამოვიდა ძალიან და დიდი მადლობა ეს თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა და მაყურებლის თხოვნად შევასრულეთ ამ შემთხვევაში უკმაყოფილო არავინ არ დარჩენილა ნამდვილად თხოვნები კიდე გვაქვს თხოვნები მეგრული არ დაგავიწყდეს აუცილებლად მეგრული რა დაგვავიწყებს ვინ დაგვავიწყებს შევახსენებენ ცოტა ხანში სამეგრელო თავიდანვე აქტიურია ამიტომ როგორც ვიცი თუ არ ვწდები კლავზარია პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მაყურებელს გამარჯობათ შემოგევლეთ გაიხარეთ ძალიან მაგრა გადაცემას აკეთებთ და ძალიან მაგრად ემსახურებს ქართულ კულტურას და ქართულ ყველაფერ გემრიელობას და ჩვენ ბიჭებს ეს შევთხოვეთ თან ცოტა შევხვედრეთ კიდევაც რომ პატარა კერა დიდი სვანეთიდან ბიჭები გეხმიანებით და მოდი პატარა გვიმღერეთ ისეთი რაღაცა რომ ჩვენი სვანეთი გვიწმენდეს ყველა დიდი მადლობა ბატონო თქვენ ზარისთვის მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს აქტიურობისთვის თუ არ ვწდები სვანეთი ახსენეს სვანეთი გავიგე მეც რა ვიცი ეს თქვენზეა არა ეხლა სვანურს რა ვიცი არ მგონია არ გვაქვს ესე ვთქვათ მომზადებული ხა ჩვენ როგორც აღნიშნე თავიდან მე რამდენად ვიძახი უკვე რომ ერთად ესე დიდი რეპერტუარი არა გვაქვს ნუ რეპერტუარი გვაქვს მაგრამ საერთოდ როდესაც ტელევიზიაში გამოდიხარ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო და ლამაზ სიმღერები აქვს ტელემაყურებელს რასაც ვიმღერებთ თქვენ გეძღვნებათ თელ საქართველოს ეძღვნება და ეს ყველას ეძღვნება მოკლედ და რაც შეგვიძლია მას შევასრულოთ კი აუცილებლად კლავზარია პირდაპირ ეთერში გამარჯობათ მოგესალმებით საღამომშვიდობის სამწუხაროდ გაითიშა თუმცა კვლავ გადმორეკავს ჩვენი ტელემაყურებელი იქამდე მაინტერესებს ძალიან კარგად ფლობ ფანდურსაც მე ძირითადად ვიცოდი რომ მაინც ალამურით იყავი დაკავებული მაგრამ როგორც ჩანს იმ ურმულში ესეთი ინსტრუმენტების შეცვლა გაცვლა გამოცვლა ძალიან ბევრი რამ მიმოქმედა და უკვე პროფესიონალურ დონეზე ხართ ყველა ინსტრუმენტში როგორც ვატყობ რა ვიცი ვცდილობ როგორც აღნიშნე ეს აი რა ვიცი თლიან აი სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი ქართული მუსიკა, ну ზოგადად მუსიკა, მაგრამ ქართული მუსიკა განსაკუთრებით რა. ფანდურზე რა ვიცი აი რამე ინსტრუმენტი თუ არის ჯერჯერობით რომ არ დაუფლები ხარ და ძალიან გინდა. ეგეთი ბევრია ეგეთი ინსტრუმენტი, მაგრამ სანამ მოიფიქრებ მაქსიას იქამდე არია პირდაპირ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით მარიამ, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ძალიან კარგი სტუმრები გყავთ, ძალიან კარგი ხართ თქვენც ასევე. ჩვენი თხოვნა იქნება რომ გავუშვათ მეგრული სიმღერა. მიუძღვნით ამ სიმღერას სალომე ბარჩიას და მარიამ სულუხიას. დიდი მადლობა ქალბატონო, მოკლედ ჩვენ ერთგვარად ვიწინასწარმეტყველეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე მოითხოვა მეგრული სიმღერა, ამიტომ აუცილებლად იცი არ დავამთავრო დღევანდელ გადაცემას, რომ არ გავაჟღეროთ, ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნა და ეს სურვილი აუცილებლად შესრულდება, შეგიძლიათ გადაცემის განმავლობაში თქვენ ბოლომდე გვიყუროთ და აუცილებლად ეს სურვილი ნამდვილად გაჩნდება. ეს ინტრიგაა, როდის შევასრულებთ კაცმარად. ხო, თუმცა გადაცემამდე არც ისე დიდი ხანია დარჩენილი, დამთავრებამდე ჯერჯერობით კიდევ გვაქვს დრო. ამიტომ მოვახერხებთ აუცილებლად, თუმცა თქვენ დარჩით ჩვენთან ერთად. იქამდეც კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო სიმღერას მოისმენთ. მარკეტინგული. ხო. ნამდვილად. და მაინტერესებდა რაღაც ამბობდი აი ინსტრუმენტების შესახებ რომ ინსტრუმენტები საერთოდ ეს ისეთი საქმე არის, რომ თუ მართლა გულით მოეკიდები და მოინდომებ, შეუძლებელი არ არის. ნუ ახლა რა თქმა უნდა სმენა და ის უნდა მოგდევდეს, მაგრამ ძირითადად ანუ მონდომებაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. გელა კლავზარია პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. საღამომშვიდობის ბატონო, გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ჩვენს ტელემაყურებელს არ ისმის როგორც ვატყობ ჩვენი ხმა. ხელახლა გადმორეკავს ალბათ.
ველოდებით კვლავ თქვენს არ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ რომ კვლავ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში. მოკლედ გაგვიგრძელდა საუბარი და მუსიკალურ დამბერი ხაბარ შევთავაზოთ მაყურებელს. მომთხოვრებ იმას რომ ინსტრუმენტებზე რომ ვკითხე რა ვიცი მაინც იქნება აინტერესებდეს. საერთოდ როდესაც მე ესეთი მიდგომა მქონდა რატომღაც ბავშვობიდან რომ სალამურზე რომ უკრავდი თითქოს რაღაც არ მინდოდა რომ სხვა ინსტრუმენტი მინდოდა უпростоრეთ, მაგრამ თითქოს მეშინოდა რომ აი სხვა ინსტრუმენტზე არ გადავიდე, არ დამავიწყდეს რაღაც ეგეთი ის მქონდა, მაგრამ ეს რაღაც ბავშვური ის იყო ალბათ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტს ფლობდა მეტი იცი, უკვე კარგი არის, მეტად მოთხოვნადი მუსიკოსი ხარ. რა ვიცი, ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვისწავლო. ძალიან კარგი. ვიდეოს სწავლის პროცესში ვარ, აი გიტარა მაგალითად ჩემით. შეემატება ნელა ინსტრუმენტები შენ სიას. შეემატება, ასევე ჩემი ძმაც. მართლა წეგან ვამბობდი. უნდა შეგაწყვეტინო. ძალიან პირდაპირ ეთერში შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. გამარჯობათ, მოგესალმებით. ქალბატონობარია. გისმენთ? დაგიერეკეთ. დიახ, გისმენთ ბატონო. მინდა რომ დაიბჭები ვარ კიდე აი ევანაც გითხარით რომ K-pop და მინდა რომ შემიძლიათ რა აი სიმღერა ეხლავნა რა შეიძლება როდესაც მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა რა შეიძლება რა უი არ ვიცით სამწუხაროდ არ იციან ჩვენმა სტუმრებმა ეს სიმღერა მაგრამ ალბათ ისეთი სტუმარიც მეყოლება რომელსაც თქვენი სურვილი შესრულება შეიძლება მაგრამ ახლა მე მინდა რომ ჩვენმა ტელესტუმრებმა შეასრულონ სიმღერა რომელიც მიეძღვნება ჩვენს ტელემაყურებელს მათგან რომელიც დაუცლებად მათს და რა ვიცი თქვენი სურვილისამებრ მიუხედავად იმისა რომ იმ სურვილი შეიძლება ვერ შეასრულოთ არანაკლებ საინტერესოა აი მეგობრები ვზივართო და მეგობრობაზე სიმღერა ვიღებთ კი ეს უფრო გამოგვივა ეს არის ასევე ცნობილი სიმღერა რევაზ ლაღიძის სიმღერა მეგობრობაზე. ამას ბანი სჭირდება, მაგრამ შევეცდებით რომ თუკი რომ დაგაკალდა ლერესი დილაო მეგობას ჩახედე თვალებში დილაო თვალები გეტყვიან მიგულე სადაც ხარ დილაო ისი თუ ბრძოლაში მოყვები მხარ და მხარ დილაო დილანანინა დილანანინა დილანანი나 დილაო თუ გინდა სიტყვა ნუგეში დილაო ეძებე მეგობრის უბეში დილაო მეგობრის თვალებში მეგობრის უბეში დილაო ხდება ლერსი და ხდება ნუგეში დილაო დილანანინა დილანანინა ძალიან დიდი მადლობა ესეც მეგობრობაზე სიმღერა და მოკლედ კლუბზერია პირდაპირ ეთერში არ წყდება ლისტარები მოგესალმებით საგამოშვიდობის ალ გამარჯობათ გამარჯობა სიმღერა მინდა შეასრულოთ რა სიმღერა ცოტა გაიცალე ტელევიზორს მეორე მსოფლიოში მყავს ომში მყავს პაპა დაკარგული
surprise და ისმენ ჩემო საყვარელი. აჰა, გასაგებია უკვე. სამშობლოზე აუცილებლად ძალიან საყვარელი, ძალიან ლამაზი და კარგი ჩვენ ტელემაყურებელი და აუცილებლად შეგისრულებთ. აუცილებლად შეგისრულებთ რაიმე. ყველა ასაკის მაყურებელი. კი, ნამდვილად და მიხარია აუცილებლად. კარგია მართლა. მას ძალიან მინდა რომ შეუსრულოთ ეს თხოვნა და რა ვიცი. აი მე სამშობლოზე თუ მოიფიქრებთ, ან რამდენიმე წუთში ცირე სარეკლამო პაუზაზე უნდა გავიდეთ აუცილებლად და რამდენიმე წუთში კვლავ შემოგიერთებით ჩვენ ტელემაყურებლებო და აუცილებლად დაგიბრუნდებით სიმღერებით სამშობლოს თემას და ამასთანავე სხვა სიმღერებსაც შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა თქვენ რომ გიყურებთ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ აუცილებლად არ უნდა დავაყოვნოთ ჩვენ ტელემაყურებელი, იმიტომ რომ კვლავ ზარია პირდაპირ ეთერში. მივესალმოთ მას აღამშვიდობის გამარჯობათ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ ბატონო? წყაროთავზე გოგო მიდის გავში თუ შეიძლება. დიდი მადლობა ბატონოს არისთვის, რა ვიცი მე ჩვენს. აი გეუბნები რა. ესეთი რამე გქონია საერთოდ? რა. ნათხოვნი არ აქვს რომ შესრულებული ყოფილიყო. ხო, ეს სიმღერაც ხომ შეასრულე? პირველი სიმღერა სიმღერა ბატონო. მოუწევს ტელემაყურებელს გადახვევა. ხო, აი იმ შემთხვევაში რომ გაქვთ ეს ფუნქცია ტელევიზორში. რა ვიცი, მე მგონი ჯობია რომ ახალი რამე შევასრულოთ. შევასრულოთ. ასე თუ ტელემაყურებლის მოთხოვნის მას მოვერგეთ. ხო, ანუ ჩემმა სტუმრებმა შეასრულეს სწორედ ის სიმღერები, რომლებიც შემდეგ მოითხოვეს ჩვენმა ტელემაყურებლებმა. ანუ მათ უკვე იცოდნენ თქვენ რა სიმღერებიც გსურდათ რომ მოგესმინათ. ტელეპათიური ნიჭით ვართ ჩვენ და. ხო, აი როგორ ნიჭიერი სტუმრები მყავს. მოკლედ ახლა მინდა რომ რაიმე სიმღერა შევუსრულოთ ან მუსიკალური ნომერი. სიმღერა, მეგრული შევუსრულოთ. კარგი, რახან გელა ძალიან გთხოვს რომ მეგრული სიმღერა შევასრულოთ. ხო, ხალხი გთხოვს. მეც გთხოვ. რატო არა? ვიცი, უბრალოდ რომ არ დავავიწყდეს შეად მახსენებს გელა. თუმცა იქამდე თუ მოვახერხებ ზარია პირდაპირ ეთერში და შემდეგ. მოვახერხებთ კაცო. გამარჯობათ, მოგესალმებით. გისმენთ. დიახ, კალბატონო. გამარჯობათ. გამარჯობათ. საღამოშტაბეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მე სიიდან გირეკავთ ჩემო ძირფასებო, მოგესალმებით. მოკითხვა სვანეთს. ძალიან გიყვარხართ მარიამ. დიდი მადლობა. თქვენ სტუმრებს წინაწარმოებთ გიორგობას. მადლობა თქვენს გილოცავთ. ჩვენგანაც ჩვენთაცევე და ძალიან გვინდა დედაზე შეგვიცვლოთ ერთი ლამაზი სიმღერა თუ შეგიძლიათ. დიდი მადლობა ქალბატონო, მადლობა ზოგადად მისტიას და სვანეთს რომ აქტიურობთ ერთ-ერთი უსაყვარლესი კუთხე. აი თუ მოახერხებს ჩვენი სტუმრები თუ მოახერხებენ რაიმე მოიფიქროთ. ჩვენ მოდი ესე ვთქვათ რა, რომ ბოდიშიც მოუხადოთ მაყურებელს და თან რასაც ვასრულებთ, ჩათვალეთ რომ თქვენი თხოვნა არის რა. ესე რომ ვთქვათ, მთელ საქართველოს ეძღვნება რასაც ვასრულებთ. კი, აუცილებლად. ეს ცოტა ძნელი არის, როდესაც რაღაც მომზადებული ხარ რაღაცისთვის, მაგრამ ექსპრომტად ცოტა თულია. რასაც შევძლებთ თელეგულით მე რომ შემდეგ შაბათკვირას მეყოლება აუცილებლად ისეთი სტუმრები, რომლებიც ამ თემაზე აუცილებლად შეასრულებენ სიმღერას. უბრალოდ ჩვენი ამჟამინდელი სტუმრები ბოდიში ხდიან იმის გამო, რომ არ ქონდათ გათვალისწინებული თქვა მაინდა-მაინც ამ თემაზე სიმღერა, მაგრამ ცუდად შესრულებას ჯობია რომ ხო, ამ შემთხვევაში თავ შეიკავებენ, თუმცა აუცილებლად შემდეგ შაბათკვირას დიდი მადლობა თქვენ რომ აქტიურობთ და დიდი მადლობა თქვენ რომ გსურთ რომ სიმღერა მოისმინოთ, სხვა სიმღერებს მოგასმენით, რომლებიც არანაკლებ საინტერესო და ლამაზი იქნება. და ახლა მინდა რომ ხო, მეგრული. ავაყენოთ საშველი. ადამიანებმა რომლებიც მოითხოვეს მეგრული სიმღერა ძალიან მინდა რომ შევუსრულოთ. რატომღაც ამ ბოლო დროს გამომდის ისე რომ მხოლოდ მეგრულ სიმღერებს მღერიხავენ, მაგრამ არ ჩამითვალოთ ეს მიკერძოებაში, უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს. მოსწონს ხალხს შენ შესრულება. მაშინ დიდო უნდა ყველამ ძალიან კარგად იცის ეს სიმღერა. ქალბატონ ნანაბელქანია სიმღერა კი, რომელიც თელმა საქართველოს მიცის ამასთანავე თურქეთში ძალიან ცნობილი სიმღერა და ბევრ კინოში ძალიან ბევრ კინოში ტრიალებს და არიციან ამ ქალბატონის სიმღერა რომ არის. ხალხური გონია და ამიტომ უნდა აღნიშნოთ ის ჩემი აზრით კომპოზიტორის დიდი ის არის, აი, ნიჭი არის ალბათ, რომ ხალხურს ამსგავსებენ. იმდენად სისხლში უზით ალბათ. ნამდვილად ეს ძალიან დიდი პატივისცემა ამ ქალბატონს და დიდი მადლობა მას ასეთი ლამაზი სიმღერის შექმნისთვის და ჩვენც ვეცდებით რომ ღირსეულად შევასრულოთ. ყოველ შემთხვევაში არ დავამახინჯოთ და არ დავაუშნოთ ეს სიმღერა. მადლობა თქვენ და მოკლედ ბიჭებს ვთხოვ რომ გამიფორმოს მე მაპატიეთ.
წყალი. აუცილებლად. აუცილებლად. მის ამღერში თუ დამეხმარებით? ვეცდებით, რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა გელა ესეთი ლამაზი ინსტრუმენტალური გაფორმებისთვის და რა ვიცი ვეცადეთ რომ მაყურებელს ხოლმე შეგვესრულებინა. მოკლედ ზარია პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მაყურებელს, გამარჯობათ. საღამოშიდობით. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. სამწუხაროდ კლავარეთს მის ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენი ხმა ალბათ ხელახლა გადმორეკავენ, იქამდე მინდა რომ რაიმე ცოტა ვისაუბროთ ამის შესახებ. კი, აუცილებლად სიმღერებიც არ უნდა მოვაკლოთ ჩვენს ტელემაყურებელს, იმიტომ რომ გვაქვს საშუალება და მათ ძალიან სიამოვნებთ თქვენი ხმის გაგონება, თქვენი დააკვრა და რა ვიცი, მაინტერესებს გელა ამ შემთხვევაში ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმრებს მაგალითად, თუ ქონიათ შემთხვევა, როდესაც რაღაცა დაუწერეთ ან მელოდია, ან სიმღერა, შენ შემთხვევაში როგორ არის? თუ ჯერჯერობით? ნუ ძირითადად ჯერჯერობით სხვის დაწერილს ვასრულებ, ასე რომ ვთქვათ. ნუ არის ხოლმე რაღაც საერთოდ როცა დიდი ემოცია აქვს ადამიანს, მაგ დროს უნდება დაწერა რაიმისი. ყოფილა რაღაც შემთხვევები, რომ მაგალითად რაღაც პატარა მელოდია დამეწერია რაღაც, მაგრამ სერიოზული არაფერი ისეთი.
დავით შენ? არ გიცდია? არ ვიცი. დავითი ნახაზებს წერს, ხაზავს. კი, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი, მოკლედ მრავალფეროვანი ნიჭით დაჯილდოებული ძმები მყავს სტუდიაში. მინდა რომ მუსიკალური ნომერი შეასრულოთ რაიმე. არ ვისაუბროთ ჯერ კიდე. სასაუბრო არ ილევა. თუმცა გადაცემა აი ეთნო არტი მაინც მუსიკას რომ უკავშირდება, ამიტომ არ მინდა რომ ჩვენი ტელემაყურებელი გავანაწყენონ და სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ის რომ ახლა დარეკა ტელემაყურებელმა და უბრალოდ არის სურვა რომ პირდაპირ ეთერში გამოსულიყო, მაგრამ გთხოვა რაჭული თუ რომ შეასრულოთ თუ მოახერხებთ. რაჭული ჯობია, მოდი ინსტრუმენტალურ შევასრულებ. ეგეც ცოტა ისეთია. თუ არ დაალაგე მე არეული გამოდის ხოლმე. ვეცდები თეორიული თის მელოდიების პოპულს შევასრულებ. სანამ დაიწყებდა იქამდე შევუშვათ ზარიკი და შემდეგ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. საღამოშდობის. არის მის ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენი ხმა. ალბათ ხელახლა გაჭმარიყავი. მოდი მაშინ იქამდე მუსიკალური ნომერი შევთავაზოთ მაყურებელს და შემდეგ. და შემდეგ არ დაგვაუწდეს იმ პატარა ბიჭუნასარი. იქნებ რაიმე სამშობლოზეც კიდე მოვიფიქროთ. რა ვიცი.
ძალიან დიდი მადლობა. მრავალფეროვანი პოპური მოკლედ. ძალიან ბევრი მუსიკა. თითქმის ექსპერიმენტი. კი, ეჭვიც არ მეპარება, თუმცა არ გაგიჭირდებოდა ნამდვილად. ზარია პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მაყურებელს. გამარჯობათ საღამოშტობის. გამარჯობათ. მე ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება. აქტუალურებული დავჭი. და მინდა რომ თქვენ შეასრულოთ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა წინწყარო. მადლობა დიდი. დიდი მადლობა ზარისთვის. დავით. წინწყარო. ზარო ცოტა. მოგენჯობია სხვა რამე შეუსრულოთ. ხო, სხვა სიმღერას შევასრულოთ. სხვა სიმღერას პოდიშის მოხდით. დიდი მადლობა ზარისთვის. კლავზარია პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მაყურებელს. გამარჯობათ. გამარჯობათ, ხალბატონო მარია. მოგესალმებით ბატონო. გილოცავთ გიორგოვის გასაუჭინახა. მეც გილოცავთ მრავლს დაესწარით. სიმღერა მინდა რომ შეგიკეთოთ. დიახ? ივალ მიყევი მე ჩემ ფარასა რა, აი ეს შეგიძლია. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ვივალ მიყევით ეთრი გზებით მე ჩემ ფარას ხო? თუ არ ვწდები, ვიცანი სიმღერა. დავით ვიკითხავ ბიჭებს. შენ თუ იმღერებ? არა, მე სიტყვები. კომპანიმენტს. სიტყვებში. ცოტა ისეთი არის. კარგი სიმღერაა ძალიან. მაგრამ რა ვიცი, არასდროს არ გვიმღერია, არ შეგვისრულებია და კიდე გავიმეორებ, ცუდად შესრულებას მირჩევნია, რომ მედი არ გვიწყენს მაყურებელი. არა, სხვა სიმღერა შევსრულებთ თავშევაც კი. კიდე სანამ განაცემა დაასრულდება, იქამდე კიდევ ბევრი სიმღერის დაგატკბავთ. თუ არ ვწდები, კლავზარია პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მაყურებელს. გამარჯობათ. გამარჯობათ ქალბატონო. ძალიან გთხოვთ დაუშვათ. ეხლა ლაპარაკობენ და მისმენენ მე რომ საუბრო. დიახ ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ძალიან გთხოვთ გაუშვათ რაჭული. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. უკვე მეორე სმენელი ითხოვს რაჭულს. რა ვიცი. ეგეც ცოტა ისეთია. მელოდია რა ვიცი მე ნებისმიერ რას თქვენ გსურთ. თუ გსურთ სხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეთ და სხვა დროს გაჩერდება რაჭული არ არის არც ეგ პრობლემა. ან მე გთხოვთ ბიჭებს რომ ერთმა ფანდური დავუკრათ მეორე სალამური. სანამ მოიფიქრეთ იქამდე ზარია პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა, მარი. გამარჯობა. გამარჯობა, მარი. გამარჯობა, გისმენ. გამარჯობა, გისმენ საღამომშვიდობის მოგესალმები. გოინ ჩვენს ტელემაყურებელს არ ესმის ჩვენი ხმა? ან შერცვა. ალბათ კვლავ გადმორეკავს ჩვენი პატარა მსმენელი იყო როგორც ვატყობ, ხო? დაიბნაუცებ. არა, მოდი იქამდე მუსიკალური ნომერი შესთავაზოთ. კი. დავუკრათ. სანამ აწყობთ ინსტრუმენტებს, მგონი კიდევ არის ჩვენი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში და მოწყვეტოს განიშნე. იქამ თქვენ მოასწრებთ რომ მოწესრიგდეთ. ვესალმებით მარიამს. გამარჯობათ. ვესალმებით ქართულად. და თავის სტუმრებს ვთხოვ, რომ შეასრულონ სვანური სიმღერა, სვანების საბატივცემულოდ. სვანური ოჯახი უყურებს ახლა ამ გადაცემას და ეკა ჩანქსელიანი ორ გუშინ ჩემი ძმა იყო მარიამთან ეთერში და კი, შაქრო იყო ჩვენთან ეთერში. შესაძლებელი იქნება, რომ ერთი სიმღერა სვანური რომელს მაყურებელს შევთავაზოთ და ჩვენს დიდი სიამოვნებით მოусმენთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მოკითხვა ბატონო ბექა, ბატონი შაქრო იმყოფებოდა გუშინ ჩვენთან და ძალიან ლამაზი საღამო ჩაატარეს შაკომ და შაქრომ ერთობლივად. მგონი აქ ახლა სვანური სიმღერა ნაკლებად შეიძლება რომ არა ეს ვერ არ გვაქვს ასე ვთქვათ არც რეპერტუარში არც მომზადებული ისმას არ ვიცნობ მაგრამ პირადად შაქროს ვიცნობ
პირადად და თუ არ გვიწყენენ. არა, სხვა მუსიკალურ ნომერს შესთავაზებთ, იქამდე კლავს არია პირდაპირ ეთერში. მივესალმოთ მაყურებელს, გამარჯობათ. ალო, გამარჯობა მარიამ. გამარჯობათ. თუ შეიძლება ბიჭებმა შეგვეცვლონ სვანური სიმღერა მიყვარს სადაც დავიბადე. დიდი მადლობა. მოკლედ დღეს განსაკუთრებით აქტიურობს სვანეთი. მიყვარს სადაც დავიბადე, შესაძლოა ეს სიმღერა გუშინ გაჟღერდა ჩვენს ტელე მაყურებლების ჩვენ ტელემაყურებლების თხოვნით, ჩვენმა სტუმრებმა გუშინდელმა სტუმრებმა შეასრულეს, თუმცა დღეს სამწუხაროდ ჩემი სტუმრების რეპერტუარში არ არის სვანური სიმღერები, მაგრამ გავითვალისწინებ ამას შემდეგზე აუცილებლად თქვენ რომლებსაც ძალიან გსურთ თქვენი მოთხოვნა გადადის შემდეგ გადაცემებში, სადაც არ შესრულდება. აუცილებლად შესრულდება, იმიტომ რომ მეტაუბრიად ყოველთვის სრულდება ხოლმე იმ ადამიანების თხოვნები. თუმცა იქამდე მოდი თქვენ დაგითმობთ. ხო. მოდი ახლა რახან ექსპრომტია. ძველი ქართული საცეკვაო შევასრულოთ. კლავს არია პირდაპირ ეთერში, მივესალმოთ მაყურებელს, გამარჯობათ. საღამოში დოგის. გამარჯობათ. გამარჯობათ. გიო. გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გამარჯობათ. გიო ბიზნეს. ყავარეს მის ჩვენ ტელემაყურებელს ჩვენი ხმა მგონი. ალო. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. ჩვენი პროდიუსერი როცა გეტყვით რომ ისაუბროთ, შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ საუბარი, ჩვენ გვესმის, თქვენთან ცოტა გვიანმოდის სიგნალი და ამიტომ ხაროზები იქნება ხოლმე ძალიან ხშირად მიწევს ამ ყველაფრის გამეორება, თუმცა მადლობა თქვენ ზარისთვის და იმედია რომ მოხერხდება თქვენი შემოყვანა პირდაპირ ეთერში. სანამ გადაცემა დასასრულს მივახლოვდებოდეს, ძალიან ბევრი ადამიანი დეკავს კვლავ და რა ვიცი თუ მოახერხებთ სამშობლოზე რატომღაც ამეკვია და ეს სურვილი იმ სიმღერის რომელიმე სიმღერის შესრულების თუ რაიმე გაგახსენდება თუ არა და ნელ-ნელა დასასრულს მივახლოვდეთ. სამშობლოზე ლალე ვიმღერეთ და სიმღერა მოდი ამ თხოვნებმა გადაინაცვლოს შემდეგი გადაცემისთვის, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება და გავითვალისწინებთ. შემდეგი კი, აუცილებლად ჩაიწერეთ დედაზე, სამშობლოზე, სვანური სიმღერა. შემდეგისთვის გათვალისწინებული ხართ. შემდეგ რომ მოგიწევთ, ესენი აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ახლა ზარია პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მაყურებელს, გამარჯობათ. შემესრულმა დამლია მინდა. შემესრულმა დამლია თუ შეგიძლიათ შეასრულოთ. დიდი მადლობა ზარისთვის. შეუსრულოთ. შეუსრულოთ. ეგ მაინც ვიცი. ეგ ჩვენ კი არა მთელმა საქართველოს ვიცის. და მადლობა მაყურებელს. მადლობა რომ შეგვახსენა. შეასრულოთ მაშინ. კაი. ქალბატონი ლელა თათარაიძის სიმღერა. შენ მასულმა დამლია. Masudilama damalия Şenze
შენზე ფიქრმა და სევდამა შორს ასოლა ხშირად გაყარამა გულის თვალებით ხედავამა შენმა სურვილამა დამალია შენზე ფიქრმა და სევდამა შორს ასოლა ხშირად გაყარამა გულის თვალებით ხედავამა გულის თვალებით ხედავამა ცაზე და მოდიან წერონი წყლივა დაჯარის ჯარადა დავთადივალებო ცრემლი ჩამამდის ღვარადა ცაზე და მოდიან წერონი წყლივა დაჯარის ჯარადა დავთადივალებო ცრემლი ჩამამდის ღვარადა ცრემლი ჩამამდის ღვარადა შენ ჩემ გულს ვეღარ მოიგებ ჩემი სათქმელი ცის არის დედა დამაკარგე როგორც ჩერქეზე მაისარი შენ ჩემ გულს ვეღარ მოიგებ ჩემი სათქმელი ცის არის დედა დამაკარგე ჩერქეზე მაისარი როგორც ჩერქეზე მაისარი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ჩვენი მაყურებლის თხოვნის ასრულებისთვის და ნელ-ნელა ჩვენი გადაცემაც დასასრულს მიუახლოვდა. საკმაოდ დიდი ხანი გამოგვივიდა ჩვენ პირდაპირ ეთერში ყოფნა და ვეცადეთ რომ მაყურებლის ყველანაირი თხოვნა გაგვეთვალისწინებინა და დაგვედგა მათი საღამო. დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის, დიდი მადლობა ბიჭებო დღევანდელი გადაცემისთვის და ასეთ ლამაზი საღამოს შესრულებისთვის. ვეცდებით კიდევ და აუცილებლად გვექნება გადაცემებს და კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ. და ძალიან სასიამოვნო საღამო გამოვიდა ერთობლივად, მოკლედ მადლობა თქვენ. ისურვებთ რომ გაგეფართოებინოთ სტუდია და უფრო მეტი აუცილებლად და უფრო საშუალება იყოს, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ცოტა რთულია ორი ადამიანის, ეხა მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ, რა ვიცი, მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ ჯობია რომ იყოს საშუალება რომ მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, ჯობნი არ დაილევათ რომ უკეთესი რომ იყოს უფრო კარგი იქნება, თუმცა ვცდილობთ ჩვენ რომ ამ პატარა სტუდიაშიც მოვახერხოთ, ნელ-ნელა გავფართოვდებით იმედია. პატარა, მაგრამ საინტერესო და როგორც ხალხის ზარებიდან ჩანს კი, ნამდვილად ძალიან აქტიურობენ და ძალიან მოსწონთ და მიხარია ეს ყველაფერი. მოკლედ, დიდი მადლობა თქვენ. უახლოს მოვლენში კიდევ გელოდებით ჩემს სტუდიაში, ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ძალიან მოეწონეთ მაყურებელს და ეჭვიც არ მეპარებოდა ამ ყველაფერში. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. მე უნდა დაგამშვიდობოთ მომავალ შაბათ-კვირამდე. მომავალ შაბათს კიდევ შაბათ-კვირას ახალი სტუმრებით შემოგიერთდებით და მინდა მოგილოცოთ ხვალინდელი დღესასწაული გიორგობის წინვალი დღესასწაული და მინდა რომ ყველა ადამიანს, ყველა მორწმუნე ადამიანს ლამაზი დღე გაუთენდეს და მრავალ გიორგობას დაესწროთ. მადლობთ თქვენ რომ გვიყურებთ და სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ ჩვენთან ერთად და ამასთანავე ხვალინდელ დღესასწაულსაც წინასწარ კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობთ თქვენ რომ გვიყურებთ. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. ნახვამდის.